დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე ხვალ საზეიმო ვითარებაში აინთება ცერემონია პირველი რესპუბლიკის მოედანზე საღამოს 8 საათზე უნდა დაიწყოს. ამავე ტერიტორიაზე მოწყობილი საახალწლო სოფელი ხვალ გაიხსნება. მოიწყება თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა და გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრიდან ფინალური სცენა. ხვალვე განათდება დედაქალაქის მასშტაბით დამონტაჟებული ილუმინაციები. საახალწლო სოფელში ღონისძიებები 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ყოველდღე გაიმართება. დეკორაციებით და სხვადასხვა ინსტალაციით მორთულ სივრცეში სტუმრებს ყოველდღე გასტრონომიულ და სამეწარმეო მარკეტშიც გაუმასპინძლდებიან. საახალწლო პროგრამა კონცერტებს, თეატრალიზებულ წარმოდგენებს, საშობაო ბაზარს, გამოფენა გაყიდვებს, კულინარიულ მასტერკლასებს, ღია კინოთეატრის წარმოდგენებს, საბავშვო აქტივობებსა და ვორქშოპებს მოიცავს. პატარებს საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და სანტას სახლის დახვდებათ. დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ხვალინდელი საზეიმო ცერემონიის რეპეტიცია გაიმართა. სრულიად საქართველოს მინდა მოულოცო ეს პირველი ნიშანი ახალწლის მოსვლის ნაძვისხის ანთება, რომელიც ყოველთვის დღესასწაულთან არის დაკავშირებული. ბედნიერი ვარ, რომ ეს ჩემი სამი სიმღერა, რომელიც გაჟღერდება აქ, გაუხალისებს იმ დღეს სრულიად საქართველოს და ჩემს საყვარელ თბილისს. 27 დღის განმავლობაში პირველი რესპუბლიკის მოედანი ნამდვილ საშობაო ზღაპრად გადაიქცევა. ველოდებით ყველა თბილისელს და თბილისის ყველა სტუმარს ყოველდღიურად დილის 12 საათიდან გვიან საღამომდე, რა თქმა უნდა, ტრადიციულად დღის პირველი ნახევარი დატვირთული იქნება საბავშვო აქტივობებით, პერფორმანსებით, საბავშვო კონცერტებით, ხოლო დღის მეორე ნახევარი ყოველდღიურად დაეთმობა სხვადასხვა ჟანრის კონცერტებს. ყველაზე ჯადოსნური სიტყვები არის წელს ჩვენთვის გზამკვლევი, ასე რომ ვთქვათ, ეს არის სიკეთით სავსე ქალაქი. სწორედ ამ სიკეთის, ამ ძალის სასწაულ მოქმედებაზე არის აგებული ჩვენი პატარა წარმოდგენაც.